მოღალატეობრივად შეფასებული ეგრეთ წოდებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისია კი აგრძელებს მუშაობას. ერთმანეთის მიყოლებით იბარებს ყოფილი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა თუ საზოგადოების სხვა სფეროების წარმომადგენლებს. ერთ-ერთი მათგანია ტელეკომპანია ფორმულას დირექტორის მოადგილე და ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე, რომელიც წულუკიანის კომისიაში მისვლას არ გეგმავს, რადგან მის საქმიანობას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირ გამომთხრელ სპექტაკლად აფასებს. მან დაბარების შესახებ მედიიდან შეიტყო. ქეთი ნადიბაიძე ვრცლად მოგვიყვება დაბარებულებისა და მათი პოზიციების შესახებ. თია წულუკიანი აკონკრეტებს თუ რა შეკითხვები აქვს გიორგი თარგამაძესთან და ასევე ყოფილ დეპუტატ გიორგი კანდელაკთან. მან დღევანდელი სხდომა გახსნა სწორედ ამაზე ლაპარაკით და დააკონკრეტა, რომ მათთან შეკითხვები აქვს იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო და რომლის მხარდამჭერებიც არიან სწორედ თარგამაძე და კანდელაკი. მაშინ მათ ჰქონდათ დეპუტატის სტატუსი, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ. თია წულუკიანმა განაცხადა, რომ თუ კი დღევანდელი დღე მისაღები არ არის მათთვის, რომ გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე, შეუძლიათ კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხი გასცენ მომდევნო დღეების განმავლობაში. გუშინ გახდა ცნობილი მედიით გიორგი თარგამაძესთვის ამ დაბარების შესახებ და მან საკუთარი პირდაპირ ეთერით უპასუხა ქართულ ოცნებას და მის მიერ შექმნილ კომისიას და მის თავმჯდომარეს, რომ ის არაპირებს მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს და თუ კი რაიმე საკითხები არის გასარკვევი, ის ეპატიჟება საკუთარ გადაცემაში ქართული ოცნების წევრებს. აქ უნდა აიხსნას შემდეგი რამ, რომ ბატონი გიორგი თარგამაძე და ბატონი გიორგი კანდელაკი ჩვენი კომისიის მიერ მოწვეულ პირთა სიაში, რომელიც საკმაოდ გრძელი სიაა, ფიგურირებენ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან ერთად, სწორედ მაშინდელ დეპუტატებთან ერთად, ესენი სწორედ ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2008 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა და გამოარიდეს პასუხისმგებლობას პოლიტიკური თანამდებობის პირები. ხელი აუწიეს სტრასბურგში გიორგი თარგამაძემ, მაშინდელმა ვითომ ოპოზიციის წარმომადგენელმა, დანიშნულ ოპოზიციას უწოდებდით ჩვენ მაშინ მათ, გავაგრძელებთ ამ პროცედურას. ჩვენ თუ დღეს არ მოხერხდა მათი მოსმენა, მომდევნო დღეებში შევთავაზებთ ახალ თარიღს და მაინც შევეცდებით, რომ მათ მომდევნო დღეებში ან მომავალ კვირაში მოусმინოთ. საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ თურმე 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ეგრეთ წოდებული პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიის მიზნით შექმნილ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებ. არ მინდა მოსკოვის და ცხინვალელი სეპარატისტებისთვის სასიამოვნო და ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირ გამომთხრელ სპექტაკლში აღმოჩნდე ჩართული. დიდი სურათის გარდა რეჟიმის ამ ნაბიჯს პერსონალურ დონეზე ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ. საერთოდ გაუგებარია რისი გაგება სურთ ჩემგან, რასაც ლამის ყოველდღე სატელევიზიო ეთერში არ ვამბობ. თუმცა თუ რამ განსაკუთრებული ინტერესი გაქვთ და ჩემი მოსაზრება აინტერესებთ, მიმართავ მათ კიდევ ერთხელ, რომ მობრძანდნენ სატელევიზიო ეთერებში ჟურნალისტებთან, ტელესამყაროებთან და ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. მამნებლები და პროპაგანდის მსხვერპლები უწოდა თია წულუკიანმა იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო დღეებია მწვავე განცხადებებით ეხმაურებიან ქართული ოცნების ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობას და ისტორიის გადაწერის მცდელობად აფასებენ ქართული ოცნების მიერ შექმნილი ამ კომისიის მუშაობას. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა მწვავეა განცხადებები ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრების მხრიდან, ასევე მოქმედი ყოფილი სამხედროების მხრიდან, რომლებიც ახსენებენ ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და ქართული მხარის დადანაშაულება არის შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის და ასევე ომში დაღუპული გმირებისთვის.
მინდა გამოეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროების მოქმედებებს. ჩვენი კომისია იძიებს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს. პირველ რიგში მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებს. და ბუნებრივია, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში და დღეს ზოგიერთი ციხეშია, ზოგიერთი ქუჩაშია და ზოგიერთიც გაქცეულია, რა თქმა უნდა ღელავენ, რა თქმა უნდა ცდილობენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუმღრიონ გონება და აფიქრებინონ თითქოს ეს კომისია არის იმისთვის, რომ ჯარის ქმედებები შეაფასოს. ამიტომ აქეთ ამ თემაზე არავით არ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. კომისია მუშაობას აგრძელებს, ამ წუთებში შეკითხვებს პასუხობს ემზარკვიციანი. დაახლოებით 1 კვირა არის, რაც მოწმეების გამოკითხვის ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მუშაობს ქართული ოცნების ეს კომისია და შეიძლება უკვე ითქვას, რომ პოლიტიკური სამართლებრივი ვერდიქტიც სამიზნეებისთვის უკვე გამოტანილია, რადგან ქართული ოცნება ანონსებს პოლიტიკურ რევანშს, მაშინ როცა კომისიის საქმიანობა